რატო ვარ კომპანია Faberlic-ში და რა როლი აქვს კომპანია Faberlic-ში ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ, კომპანია Faberlic-მა და მე ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და კომპანია Faberlic-ი რომ არა, მე შეიძლება ყოფილიყავი ემიგრანტი, ანუ მომწევდა შვილების დატოვება და წასვლა, მაგრამ კომპანია Faberlic-ი იყო ის, ანუ აქ დაწყებული ბიზნესი დამეხმარა მე ცხოვრების აწყობაში. ბავშვი იყო, მაშინ პატარები იყვნენ და ჩემი მისახები იყვნენ. მანამდე, სანამ Faberlic-ში დავიწყებდი მუშაობას, მუშაობდი ჯერ ერთ მაღაზიაში ვიყავი გამყიდველად 100 ლარი მქონდა ხელფასი. შემდეგ მეორე მაღაზიაში გადავედი, იქ 150 ლარი მქონდა ხელფასი. და შემდეგ დავტოვე ეს ყველაფერი რაღაც მიზეზების გამო, თუმცა ისედაც არ მომწონდა, როცა უფროსი მყავდა და რაღაც ცოტა ისეთი იყო რა, ყოველთვის მინდოდა ჩემი თავის უფროსი მე უყოფილიყავი და ავიღე პატარა ფართი და დავიწყე ბიოეპილაცია, ანუ ეხლა შუგარენგს რო ვეძახით. მაშინ ესე გამზადებული პასტები არ იყიდებოდა, არ იყო ესე სალონები და მასიურად მომარაგება. მე ვამზადებდი შაქრისგან და ლიმონმჟავისგან და ვაკეთებდი. როცა გავხსენი, ანუ ნულიდან არ დამიწყე, ესე რომ თქვა, მანამდე სახლში ვღებულობდი ესე ნაცნობებს, ვიღაცის, ანუ ნათესავის მეგობარი, ჩერეს ვიღაცით და ანუ სახლში მყავდა უკვე შეჩვეული ეს ხალხი, ანუ სამსახურის მე მოვდივდი და საღამოთი ვუკეთებდი იმათაც და შემდეგ სამსახურიდან რო წამოვედი, ავიღე პატარა ფართი 200 ლარში ბათუმში და მოვაწყე ჩემი კუთხე და დავიწყე შუგარენგის გაკეთება. როცა მივხვდი, რომ დამწყები ვიყავი და შუგარენგით მარტო ვერ გავწუდებოდი, აი ამ შაქრის ეპილაციით და მინდოდა რაღაც დამატებით მქონოდა რაღაცა, დავრეგისტრირდი Faberlic-ში. Faberlic-ში რო დავრეგისტრირდი, მე ისე წავიდა სიტუაცია და ისე დამეხმარა ჩემი მრჩეველი გაზრდაში, გუნდის გაზრდაში, მასწავლი და გოგოების მოძიებაში, თან მაშინ ესე სოციალური ქსელი ესეთი აქტიური არ იყო, ჩვენ გარეთ გავდიოდით და ჩემი პატარა კაბინეტის წინ მედგა ხოლმე პრომოსტოიკა, კატალოგები და აი ესე ვაცნობდი ხალხს და ესე ვცდილობდი რომ გამეზარდა გუნდი. ცხოვრობდი ქირით, 2 ბავშვით და მოკლედ ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ საერთოდ დავანებე აი ამ ბიოეპილაციას თავი და გადავედი მთლიანად Faberlic-ზე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ იქ უფრო ჯობდა ის დრო იქ დამეთმო და გუნდი გამეზარდა, ვიდრე დამეკარგა აქ, იმიტომ რომ ერთი მეორეს სიმართლე გითხრა ხელს უშლი და თან მივხვდი, რომ როცა კლიენტი გყავს ჩაწერილი, ვერ დატოვებდი და ვერ წახვიდოდი, ხო? ანუ მიჯაჭვული ვიყავი ერთ ადგილს, მე პატარებს თუ წასვლა წამოსვლა ან რაღაცა დამჭირვებოდა ვერ დავტოვებდი და თან მივხვდი, რომ თუ არ ვიმუშავებდი იმ დღეს შემოსავალი არ მექნებოდა, თუ ვიმუშავებდი, მაშინ აქეთ სხვა საქმე დამჭირვებოდა და Faberlic-ი იყო ზედგამოჭრილი იმისთვის, რომ მუშაობდი საიდანაც მინდოდა, როცა მინდოდა, რამდენჯერაც მინდოდა და შეზღუდვა არ იყო. მოკლედ მთლიანად როცა გადავერთე Faberlic-ში, ჩემი გუნდიც მალე გაიზარდა ჩემს გუნდში ერთი დირექტორი, რა თქმა უნდა, მრჩეველი მეხმარებოდა ძალიან კარგად, ამიტომ ვცდილობ ახლა მეც ჩემს გოგოებს დავეხმარო, იმიტომ რომ მე ვიცი დახმარების ფასი, რომ აი ჯერ ის რომ სტიმულს მაძლევდა, რომ თვითრწმენას იმატებდა, რომ შენ ეს შეგიძლია გამოგივა და თან მეხმარებოდა გოგოების რეგისტრაციაში და მასწავლიდა ყველაფერს. შემდეგ უკვე მეორე ჩემი შვილი გახდა მეორე დირექტორი და მაშინ უკვე სოციალური ქსელი წამოიწია წინ და აღარ იყო ისე პრობლემა, ანუ გარეთ ყოფნა არ მიწევდა. ესე გავიზარდეთ მე და Faberlic-ი და მივხვდი, რომ Faberlic-ში უფრო მეტი შემოსავალი იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერ სფერო. შეიძლება უფრო დიდი შემოსავალია სხვა სფეროებში, მაგრამ იქ შესაბამისად დიდი ფულის ჩადება გჭირდება პირველ ეტაპზე. მე მაშინ ამის ფული არ მქონდა, რომ თქვა თუნდაც მაღაზია გამეხსნა სიტყვაზე პირობითად, ხო? და ეს იყო და ეს არის ქსელური ბიზნესი, ნომერ პირველი ბიზნესი, იმიტომ რომ ნული ინვესტიციით შეგიძლია დაიწყო და შემოსავალი გქონდეს. N რაოდენობის ჩვენთან არ არის შეზღუდვა, ჩვენს მარკეტინგულ გეგმას რო გადახედოთ, მართლა გაოცებული დარჩებით და აქ რთული არაფერი არ არის. აქ აკეთებთ ზუსტად იმას, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა თვით დასაქმებულმა ინდ მეწარმემ, რომელსაც აქვს უნდა რაღაცა ონლაინ გაყიდვები, ან ტანსაცმელის მაღაზია, ან სათამაშოების მაღაზია, ანუ ყველაფერს იგივეს ვაკეთებთ. ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა მოიზიდო როგორც მაღაზიამ კლიენტი, მყიდველი ისევე ჩვენ დაინტერესებული პირები, ანუ არავით არის განსხვავება. იქ თუ მუშაობ და შეგიძლია Faberlic-შიც ყველას შეუძლია. ამიტომ ვასწავლი მე ჩემს გოგოებსაც, როგორ გაზარდონ გუნდი, როგორ მართონ გუნდი, იმიტომ რომ ვიცი, რომ Faberlic-ში ჯერ ერთი ხო დიდი შემოსავალია და მინდა რომ ყველას
სტაბილური შემოსავალი გქონდეთ. Faberlic-ი და მე ძალიან დიდ გზას გავდივართ, ძალიან დამეხმარა და მადლობა აი ამ ქსელურ ბიზნეს კომპანია Faberlic-ს, რომ მე დღეს აქ ვარ.